დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების შედეგად ხელისუფლების ნაწილობრივ ცვლა კოაბიტაციური გზით, ამგვარად არაერთი კრიტიკა მოყვა არჩევნებიდან არჩევნებამდე ნაციონალურ მოძრაობასთან. კოაბიტაციის გამო ხელისუფლებას კოალიციური მთავრობას ხშირად აკრიტიკებენ. კონკრეტულად სპეციალური ინტერვიუს მე ჟურნალისტი ლაბო ბიჭაშვილი ვარ. კონგრესალმები დღევანდელი გადაცემის სტუმარია პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ქალბატონი ნინო ჯანაძე. დიდი მადლობა ქალბატონი ნინო, რომ მას შემდეგ რაც კოალიციური მთავრობა მოვიდა ქვეყანაში ხელისუფლებაში ქართული ოცნების სახით რა შეიცვალა? პირველ ყოვლისა დიდი მადლობა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ვესაუბროთ, ვუთხრათ ჩვენი ხედვები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მართლაც ქვეყანაში რეალურად განვითარდეს მოვლენები ისე, როგორც ეს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისათვის არის მნიშვნელოვანი. მართლაც 1 ოქტომბრის არჩევნებს მოსახლეობა ძალიან დიდი იმედის თვალით უყურებდა. მე ძალიან კარგად მახსოვს ის კითხვებიც, ის პრობლემებიც, ის წუხილებიც, რომელიც იყო ყველგან საქართველოში და მათ შორის თქვენს რეგიონშიც. მოსახლეობა მართლაც იმედის თვალით უყურებდა იმას, რომ 1 ოქტომბერს რეალურად ბევრი რამ შეიცვლებოდა. უდაოდ ცვლილება მოხდა. ამ ცვლილებისათვის ჩვენმა პარტიამ დემოკრატიულმა მოძრაობამ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. რომ აღარაფერი თქვა იმაზე, რომ სწორედ 26 მაისი და სახელმწიფოების ძალისხმევა იყო გადამწყვეტი იმაში, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედა ძალის გამოყენება უკვე 1 ოქტომბრის არჩევნებზე. არჩევნებში ჩვენი პარტია პირდაპირ არ იღებდა მონაწილეობას, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ხმები არ დაგსაქსულიყო და მობილიზაცია მომხდარიყო ოპოზიციური ხმებისა, თუმცა თქვენი რაიონის და რეგიონის წარმომადგენლებმა იციან, რომ ჩვენი პარტიის აქტივისტები, სახალხო კრების მხარდამჭერები მხარს უჭერდნენ აქტიურად ქართულ ოცნებას იმისათვის, რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხებულიყო. მთავარი მოლოდინი თქვენ სწორად დასვით კითხვა იყო ნამდვილად სამართლიანობის აღდგენა, იმიტომ რომ ყველგან საქართველოში იყო უამრავი ადამიანი და ჯერ კიდევ რჩება, რომლებსაც შეელახათ უფლებები, რომლებიც უკანონოდ იყვნენ დაპატიმრებულნი, ან რომლებიც იყვნენ უკანონოდ დატერორებულები, ქონებაწართმეულები. სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ 10 თვე გავიდა, ჯერჯერობით პროცესი სამართლიანობის აღდგენისა სრულყოფილად ნამდვილად არ წარმართულა, იმიტომ რომ მე არ ამგონია, რომ თქვენი რეგიონი გამონაკლისი იყოს, მე ყოველ შემთხვევაში არ მაქვს ესეთი ინფორმაცია. პრაქტიკულად არსად ადამიანებს ქონება არ დაბრუნებიათ, შელახული უფლებები მათი არ აღმდგარა, არსად ასე ვთქვათ ადამიანები სამსახურებში არ აღდგენილან, იგივე გუშინდელი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ საატესტაციო გამოცდაზე ნახევარზე მეტი პედაგოგი ჩაიჭრა, დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, მათ ვერ გაიარეს საატესტაციო გამოცდა. ეს მოხდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო. გორშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც და სოფლებშიც მაღალკვალიფიციური მცოდნე პედაგოგები, რომლებიც არ არიან ადვილად სამართავები, რომლებსაც აქვთ კვალიფიკაცია, განათლება და რომლებიც არ ემსახურებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას მონურად, გამოყარეს სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით და მათი ადგილი დაიკავა ძალიან ბევრმა ნაკლებად კვალიფიციურმა, ნაკლებად გამოცდილმა ადამიანმა, რომელმაც გუშინ გამოცდა უბრალოდ ვერ ჩააბარა. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, რაც ხდებოდა და მაგალითი იმისა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იგივე გამოცდილი პედაგოგებისა არ აღდგენილა სამსახურში და ანუ სამართლიანობის პროცესი არ აღდგენილა. ჩვენ ხედავთ იგივე სასამართლოს, ჩვენ ხედავთ ძალიან ბევრ ადგილებში იგივე პროკურორებს, იგივე გამომძიებლებს, იგივე გამგებლებს, იგივე ესე ვთქვათ თანამდებობის პირებს, რომლებიც თავის დროზე ადამიანებს ატერორებდნენ, უკანონობებს ჩადიოდნენ და დღევანდელი ხელისუფლება კი კოჰაბიტაციით არის გართული. ეს სამწუხარო ფაქტია. თქვენ როგორ აფასებთ ის, როგორც თბილისის საკრებულოში და აპოლიტიკ მმართველ ერთეულებში თანამედროვე პროცესი მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის წევრები, ვინც იყვნენ, გადავიდნენ ქართულ ოცნებაში. უნდა მომხდარიყო ეს ამ ფორმით, რა ფორმითაც მოხდა, ის რომ უმრავლესობა ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველგვარი განხილვის გარეშე ნაციონალური მოძრაობის წევრები მიიღო
თავის კოალიციაში გააწევრიანა. რასთან გვაქვს ამ შემთხვევაში? იცით ძალიან კარგად, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა აიგრძალოს როგორც პოლიტიკური ძალა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური გამოძიების ჩატარების შემთხვევაში და ობიექტური სასამართლოს შემთხვევაში ძალიან ბევრი ისეთი ფაქტი ამოტვირთვირდება ზედაპირზე, რომელიც დღესაც კი წარმოუდგენლად მიგვაჩნია. კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ სწორედ რომ სისტემურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, თუმცა ეს არ ნიშნავდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერები პასუხისმგებლობაში მიეცემიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ხა ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო, ჩვენ ასე ვთქვათ, გავრიყოთ საზოგადოებაში, აღარ მივიღოთ და ამ ადამიანებს ისე მოვექცეთ, როგორც ნაციონალური მოძრაობა თავისი პარტიის მოწინააღმდეგეებს ან არაწევრებს ექცეოდა. ამიტომ ნაციონალურ მოძრაობაში, რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომელთაც დანაშაული არ ჩაუდენიათ, რომლებიც უბრალოდ იყვნენ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები, რომლებმაც დაინახეს რა ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი სახე, მართლაც გადაწყვიტეს, რომ ნაციონალური მოძრაობიდან გამოვიდნენ. ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ხელი არ უნდა ვკრათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს მართლაც თბილისის საკრებულოში მოხდა, ან ზოგიერთ სხვა საკრებულოში, პრაქტიკულად ზოგიერთ ადამიანს, რომლისთვისაც მთავარია, რომ დარჩეს თანამდებობაზე და არა ის დაუშვათ, რომ პარტიას წარმოადგენს, ამ ადამიანებს კვლავ მივცეთ იმისი შესაძლებლობა, რომ მართონ თავიანთი თანამოქალაქენი ან თავიანთი თანასოფლელები. აქ ძალიან დიდი სიფრთხილე არის საჭირო. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ცოტა ხანი უნდა განზე გადგნენ, მათ უნდა დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ მათ მართლაც პოლიტიკური და ესე ვთქვათ, სამშობლო სიყვარული ამოძრავებს და არა დაუშვათ მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობის შენარჩუნება და ყველა გადაადგილება უნდა მოხდეს სწორედ იმის გათვალისწინებით, თუ ვისცემს საზოგადოება ამა თუ იმ რაიონში ან რეგიონში პატივს, ვინ არიან ის ადამიანები, ვინც არ ეგუებოდნენ უკანონო მმართველობას, ვინ იბრძოდა სამართლიანობის აღდგენისათვის და მხოლოდ ასეთმა ადამიანებმა უნდა მოიპოვონ საკრებულოში ან ასე ვთქვათ გამგეობაში ის ადგილი, რომელიც მას აძლევს ყალსზე ზემოქმედების შესაძლებლობას. თქვენ მარგველაშვილს არ აღიარებთ თავად კონკურენტად, საინტერესოა ვინ არის? ნობურჯანაძის მთავარი კონკურენტი საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს ხომ არ არის ნაციონალური მოძრაობა და ბატონი ბაქრაძე? არა, ნაციონალურ მოძრაობას მე საერთოდ არ ვთვლი, ესე ვთქვათ, კონკურენტად და მე არ ამგონია ხა საქართველოში იმისი პრობლემა იყოს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს მთავარი კონკურენტი ქვეყანაში. ეს უბრალოდ არასერიოზულიც კი არის, ვთქვათ, ამაზე აპელირება. ნაციონალური მოძრაობისთვის მთავარი ამოცანა არის, რომ როგორმე დაფიქსირდეს ის მეორე პოლიტიკურ ძალად. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ მას ამაში ხელი შეუწყო, იმიტომ რომ 1 ოქტომბერს ხალხმა გამოუტანა განაჩენი ნაციონალურ მოძრაობას, როდესაც ნამდვილად 40 კი არა 20%-ზე ნაკლები აიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. თუმცა ამ 10 თვიანი უუნარობის და ასე ვთქვათ, შეშინებული მდგომარეობაში ყოფნის გამო ქართულმა ოცნებამ მისცა შესაძლებლობა ნაციონალურ მოძრაობას განსაცვლებულიყო, აღმდგარიყო ნაწილობრივ მკვეთრით და ეხლა ისინი ცდილობენ ახალი, ასე ვთქვათ, სუნთქვის მიღებას. თქვენ მიაქციეთ ალბათ ყურადღება, რომ ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა გააკეთა განცხადება, რომ ძველი ნაციონალური მოძრაობა აღარ არსებობს და იქმნება ახალი ორგანიზაცია და ახალი, ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა. რაც ძველი იყო, ის იქნება ახალი ნაციონალური მოძრაობა. მე ძალიან კარგად მახსოვს 2008 წელს დაპირებები სააკაშვილის და მისი იმ გუნდის, რომელიც მას ახლა ირგვლივ ყავს, რომ ჩვენ ვისწავლეთ შეცდომებზე, ჩვენ ამას აღარ გავიმეორებთ, ჩვენ ახლა სხვაგვარად მოვიქცევით, მაგრამ მე დავინახე, რომ ეს იყო აბსოლუტური ტყუილი და სწორედ იმიტომ წამოვედი ხელისუფლებიდან. დღესაც ხდება ზუსტად იგივე, რაც მე ერთხელ უკვე ნანახი მაქვს, როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ შეგვეშალა, ჩვენ შეცდომები დაუშვით, ჩვენ ახლა ხალხს უნდა მოვუბოდიშოთ, ეს არის ყველაფერი აბსოლუტური სიცრუე, ეს არის ის ნიღაბი, რომელიც ახლა ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან კარგად მოირგო, რომ როგორმე მოbrunდეს ხელისუფლებაში და მე ნახე ღმერთთან უგვანახოთ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი მე როგორ მოიქცევიან გაასმაგებული სისასტიკით და გაასმაგებულად დახვეწილი მეთოდებით, როგორც ეს გააკეთეს 2008 წლის შემდეგ. რაც შეეხება მარგველაშვილს, იცით, საქმე იმაში კი არ არის, რომ მე ვაღიარებ ან არ ვაღიარებ. ამ ადამიანმა თავად განაცხადა, რომ მისი მთავარი ღირსება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატის, არის ის, რომ ის დააყენა ბიძინა ივანიშვილმა. მას არ უთქვამს, რომ ის არის ძლიერი თავისი კომპეტენციით, თავისი გამოცდილებით, თავისი ხედვით, ყველაფერზე ამბობს, რომ კითხეთ ბიძინა ივანიშვილს და ამბობს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი.
აქედან გამომდინარე სრულიად ნათელია, რომ ამ შემთხვევაში ესე ვთქვათ, კანდიდატი არის ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული პიროვნება და აქ არ აქვს მნიშვნელობა ეს მარგველაშვილი იქნებოდა თუ სხვა გვარის მატარებელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული საზოგადოება არჩევანს გააკეთებს არა იმის მიხედვით, ვინ დაასახელა, ან ვინ უდგას უკან, ან გვერდით, არამედ არჩევანს გააკეთებს საპრეზიდენტო კანდიდატის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. Ყველა სოციოლოგიური კვლევების შედეგებით, რომელიც ამერიკის რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარდა, მე-4 ათვლას ჰქონდა გიორგი თარგამაძე 5%-ით ინაწილოთ. რაზე მეტყველებს ეს კვლევები და რა გაქვთ ამის ალტერნატივა, რითაც გაზომავთ მოსახლეობის მხარდაჭერას ხმას? მე ძალიან კარგად მახსოვს ეს კვლევები 1 ოქტომბრამდე, როდესაც გიორგი თარგამაძე უსწრებდა პოპულარობით ბიძინა ივანიშვილს. მე არასდროს არ მქონია ილუზიები ამ კვლევებთან დაკავშირებით, მე მაქვს ჩემი ძალიან ობიექტური მონაცემები, რომელიც ასე ვთქვათ 4-ჯერ და 5-ჯერ მეტია ვიდრე აქ მოყვანილი ციფრები. მე ძალიან კარგად ვიცი ის მხარდაჭერა, რომელიც მაქვს მოსახლეობაში და ეს მხარდაჭერა იზრდება პრაქტიკულად ყველა რეგიონში და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამჯერად მოსახლეობა განსხვავებით 3 წინა ასე ვთქვათ საპრეზიდენტო არჩევანიდან ამჯერად გააკეთებს არჩევნებს არა ემოციებზე, არამედ ასე ვთქვათ გონიერ ანალიზზე დაყრდნობით, იმიტომ რომ ემოციურმა გადაწყვეტილებებმა ჩვენ სამწუხაროდ მოგვიტანა ის პრობლემები, რომელიც ჩვენს წინაშე იდგა. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევანი გაკეთდეს არა იმის მიხედვით, ვინ მოგწონს და ვინ არ მოგწონს, ან ვინ გიყვარს და ვინ არ გიყვარს, არამედ არჩევანი გაკეთდეს იმის მიხედვით, ვის შეუძლია დააბალანსოს ერთპარტიული მმართველობა, რომელიც დაგვემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნების კანდიდატი იქნება არჩეული, ვის შეუძლია რეალურად მოლაპარაკებები აწარმოოს როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან, ვის შეუძლია რეალურად სამართლიანობის აღდგენის პროცესში გადამწყვეტი როლი შეიტანოს და ვის შეუძლია მოაგვაროს ის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, რასაც ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები ქვია. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას გამორიცხავთ? კი, გამორიცხავ აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, დიდი ალბათობით ვთვლი, რომ იქნება მეორე ტური. პირველ ტურს მე პრაქტიკულად დღევანდელი გადმოსახედიდან პირველ ტურში რომელიმე კანდიდატის გამარჯვებას გამორიცხავ. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მეორე ტური, რომელშიც ვიქნებით გიორგი მარგველაშვილი და მე, ხოლო მეორე ტურში კი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. სხვათა შორის ქართული ოცნების მოქმედებებიდან და განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინიც უკვე ხედავენ ძალიან ნათლად ამ მეორე ტურს და უკვე ფიქრობენ, გეგმავენ და იგონებენ რაღაცა სქემებს, მექანიზმებს, რომ როგორმე არ დაუშვან მეორე ტური, თუმცა ეს არ გამოვა. რა მოხდა სინამდვილეში, რამ განაპირობა ის, რომ ქართულმა ოცნებამ 10 თვის მანძილზე საკმაოდ რეიტინგებში საკმაოდ მკვეთრი ვარგნა აქვს? ანუ თქვენ ადასტურებთ პრაქტიკულად იმას, რომ ქართულ ოცნებას აქვს გარკვეული პრობლემები დღეს მხარდაჭერასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არის მართლაც იმედგაცრუება მოსახლეობაში, ეს განაპირობა გაუბედავმა ნაბიჯებმა და განაპირობა არაკომპეტენტურობამ იმ ადამიანებისა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაამწესა მთელ რიგ თანამდებობაზე. ჩვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, უფრო მეტიც სამწუხაროდ მაისის თვეში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იყო 0%. ჩვენ ხედავთ იმას, რომ კახეთში პრაქტიკულად ადამიანებმა მოსავალი ხეზე დატოვეს და 10 და 20 თეთრი ღირდა მარჩვეულებრივი ხარისხის ატამი, რომელზეც გლეხი უზარმაზარ, ასე ვთქვათ, იმედებს ამყარებდა. ჩვენ ვხედავთ, რომ გურშიც ასევე პრობლემებია მოსავლის აღებასთან და ჩაბარებასთან და რეალიზებასთან დაკავშირებით. არა და ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ ვაშლი იქნებოდა, ატამი იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა კულტურა, შეძლებდნენ ისინი ხელსაყრელ ფასად სახელმწიფოსთვის ჩაბარებას ან გატანას იგივე რუსულ ბაზარზე და შემდეგ დავშვა თავისი ოჯახების გამოყვებას. იყო ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ქართული ოცნება დაარეგულირებდა რუსეთთან ურთიერთობებს ისე, რომ ეს ურთიერთობები ძალიან სერიოზულად დაძრულიყო. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ იმის შიშით, რომ პრორუსულობა არ დაბრალდეს დღევანდელ ხელისუფლებას, პრაქტიკულად ისიც კი არ გააკეთეს, როდესაც დიცში საზღვარი გადმოიწია და ეს ძალიან მტკივნეულია არა მარტო თქვენი რეგიონისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებაში, რომ ყურმილი აეღო, დაერეკა რუსეთის პრეზიდენტისათვის და ეთქვა, რომ ბატონო პრეზიდენტო, რა ხდება?
საქართველოში არის ახალი ხელისუფლება, რომელსაც უნდა რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დაალაგება, ამ დროს თქვენი მხრიდან ვითარება უარესდება, ამ დროს თქვენი მხრიდან საზღვრის პირობითი საზღვრის, ახლა ამას ახსნა არ ჭირდება, პირობითი საზღვრის გადმოწევა ხდება და იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობაში მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ჩვენ მართულ ფლართებს შუა სოფელში ვავლებთ. ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, პატრონი, ესე ვიტყვი, ქვეყნისა, რომელიც შეძლებდა რეალურად ამ მოქმედების განხორციელებას, ანუ რეალურად იმის შიშით, რომ დასავლეთმა არ დაგვაბრალოს პრორუსულობა, ჩვენი ახალი ხელისუფლება რუსეთს საერთოდ არ ელაპარაკებს. იყო თუ არა შეცდომა თავიდანვე მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა პირდაპირ არ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ჰუმანიტარულ საკითხებს გულისხმობდა, თუნდაც საწყის ეტაპზე ამ კუთხით დაძრულიყო ეს ურთიერთობა და ისეთ რანგში მომხდარ იყოს, რა რანგშიც მიმდინარეობს დღეისთვისაც, დღეს მდგომარეობითაც სამწუხაროდ ვერ გაცდა. ვერც გაცდებოდა, თქვენ აბსოლუტურად სწორად ვსვამთ კითხვას, იმიტომ რომ როცა მანდატი იყო, რომ ურთიერთობები ყოფილიყო ფოკუსირებული მხოლოდ, ესე ვთქვათ, სავაჭრო ეკონომიკურ საკითხებზე, იქნებოდა ეს ღვინო თუ ვაშლი თუ ვთქვათ მანდარინი, ან მინერალური წყალი, ბუნებრივია, რომ მეტი ფართე მანდატი ამას რუსეთის მხრიდან არ მიეცემოდა. მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ბაზრის თემები, ძალიან კარგად ვიცი მე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი გლეხისათვის რუსული ბაზრის თემა, მაგრამ დღეს უკვე გლეხებმა ძალიან კარგად იციან, რომ აი ესეთი ვიწრო მოლაპარაკებები არ მოიტანს, ესე ვთქვათ, ფართო მასშტაბიანი მორეგულირების შესაძლებლობას და თუ არ იქნა ფართო მასშტაბიანი დარეგულირება, მაშინ ხვალ შეიძლება ისევ დაიკეტოს ეს ბაზარი, იმიტომ რომ ჯერ შეუშვეს ბორჯომი, ხო, მერე გამოაცხადა ნიშნულობა, რომ ისეთი გემრიელი არ არის, როგორც 20 წლის წინ იყო. ანუ სანამ პოლიტიკურად არ დაალაგდება რუსეთთან ურთიერთობა, ყოველთვის იქნება საფრთხე იმისა, რომ ეხლა ნახევარმოსავალს გაიტანს გლეხი რუსეთის ბაზარზე და ხვალ შეიძლება პოლიტიკური კონიუნქტურა ისევ შეიცვალოს და მეორე ნახევარი ისევ დაუკლეს. ანუ ჩვენ არ უნდა მოვატყუოთ ჩვენი მოსახლეობა და უნდა ვთქვათ, სანამ არ მოხდება ფართო მასშტაბიანი მოლაპარაკება რუსეთთან, სანამ არ დაალაგდება პოლიტიკური ურთიერთობები რუსეთთან, არ დაიწყება უпростоრად. ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, მე არ მინდა ადამიანებს დარჩეს შტაბ-შტილება, რომ ვლაპარაკობ, რომ ერთ თვეში და ორ თვეში ან თუნდაც 5 თვეში ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება რუსეთთან. რა თქმა უნდა არა, მაგრამ როცა ფართო მასშტაბიანი პოლიტიკური მოლაპარაკება დაიწყება, როდესაც პირველი პირები შეხვდებიან ერთმანეთს, იქ რა თქმა უნდა იგივე ეკონომიკურ თემებზე მოლაპარაკება არის გაცილებით უფრო სტაბილური. ანუ გლეხმა კარგად უნდა იცოდეს და თითოეულმა ჩვენგანმა და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოს ვერ შეძლებს თავისი ადგილის დამკვიდრებას რეგიონში, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი, ესე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ვექტორების სწორად დაალაგებას და დაბალანსებას, ვერასოდეს ის გლეხი დამოუკიდებელი ვეღარ იქნება. ყოველთვის იქნება მიჩერებული იმას, რომ აი ახლა სახელმწიფო მისცემს მას, არ მინდა სიტყვა გადმოუგდოს ვთქმა, მაგრამ ესე გამოდის, მისცემს იქ 20 ლიტრა დიზელს, მისცემს იქ ვაუჩერს, რომელსაც ან გაანაწილებენ კარგად, ან არ გაანაწილებენ, ან დაუხნავს სახელმწიფო მას მიწას, ან არა. ჩვენ ისეთი რეალობა უნდა შევქმნათ, როდესაც გლეხი, რომელიც 24 საათი შრომობს, არ იქნება დამოკიდებული იმაზე, კარგი პრემიერ-მინისტრი მოვა და კეთილი საქართველოს ხელისუფლებაში, თუ არ მოვა კეთილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადაწყვეტს, რომ ვაუჩერი არ მისცეს გლეხს და რაღაცაში ის ფული სხვა რამეში გადაიხადოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მე ვუყურებდი, მოვდიოდი ვთქვათ, ვიდრე წამოვიდოდი და ვუყურებდი იმ კადრებს, რა მოხდა, ვთქვათ, საქართველოს რეგიონში. ხო, როდესაც დასეტყვა, ასე ვთქვათ, მოსავალი ხალხს ხვალ და დღეს უკვე უნდა დაეწყოთ მოსავლის აღება, იქ ნესვი ქონდათ, საზამთრო ქონდათ, ვთქვათ, და სხვა კულტურები ბახჩეული, პრაქტიკულად გაუნადგურდათ ყველაფერი. იყო ხო პერიოდი, როდესაც ხერხდებოდა მეტნაკლებად, ვთქვათ, სეტყვის თავიდან აცილება, იმიტომ რომ არსებობდა ამის სპეციალური სამსახურები, ამაზე საქართველოს სახელმწიფოს კარგი ხანია არ უზრუნია და ჩვენ ხედავთ რას, რომ გლეხი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს, მართლაც მიწას დაჩერებია და მერე უნდა მიაჩერდეს ზეცას, რომ ჩვენი ერთ დღეს არ მოვიდეს სეტყვა და მას მოსავალი მთლიანად არ გაუნადგურდეს. ანუ მთელი კომპლექსია საკითხების, რომელსაც სჭირდება მართლაც ფართომასშტაბიანი დარეგულირების მოგვარება და ამას ფაქტია, რომ ქართული ოცნება ნამდვილად ვერ ახდენს. ოკუპანტის ტერმინი რუსეთთან მიმართებაში ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ის კურსი, რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას. ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ ფრთხილია რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან
მოხსენიების დროს, როდესაც განცხადებებს აკეთებს, მან ბოლო ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით არის სერიოზული პრობლემები და ერთგვარად ხმადაღებული თემა, რომელიც იყო ქართულ მედიაში, საზოგადოებაშიც, რომ მას პირადი ნაცნობობა აკავშირებდა პუტინთან, მან თქვა, რომ ის არ იცნობს თუნდაც. It's trash საქმე ხა ეს ოკუპაციის თემა სხვათა შორის ხა ამის წინ პირველი არქივის ჟურნალისტმა ბატონმა პაიჭაძემ კვლავ გამიმეორა ის კითხვა რომელსაც ატრიალებდა ხოლმე სახელმწიფო მედია წლების 3 წლის განმავლობაში რომ ხალხტონინო არის თუ არა თქვა ოკუპანტი რუსეთი და ჩემი კითხვა იყო რომ კი ბატონო კი არის და რა მე თქვენ რომ 3 წელი იძახდით რომ რუსეთი ოკუპანტია ამით 9 სანტიმეტრით მაინც რუსეთმა უკან დაიხია არ დაუხევია პირიქით აქეთ გადმოწია საზღვრებს. სხვათა შორის იცით რა ბიძინა ივანიშვილი არის ნამდვილად ასე ვთქვათ უფრო ფრთხილი ამ გამონათქვამებში უდაოდ გაცილებით ფრთხილი ვიდრე ეს ასე ვთქვათ სააკაშვილი იყო, მაგრამ მისი ესე ვთქვათ უმრავლესობის წარმომადგენლები განსაკუთრებული სიფრთხილით არ გამოირჩევიან, იმიტომ რომ საგარეო უწყების ხელმძღვანელები და ის ადამიანები, ვინც მართავენ საგარეო მიმართულებას, მუდმივად იმეორებენ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ რუსეთთან ჩვენ არ უნდა აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა, რომ რუსეთთან ვერ დაიწყება პოლიტიკური მოლაპარაკებები, სანამ რუსული ჯარი არ გავაკიდებ, ვიმეორებ თუ არ იქნება პოლიტიკური მოლაპარაკება, ჯარი არსადაც არ გავა და კიდევ შეიძლება გადმოწიონ საზღვარი. აი გუშინ წინ იყო არაჩვეულებრივი მაგალითი იმისა და მე არ ამგონია რომ საქართველოში ვინმეს კონდეს იმის პრეტენზია რომ მის უწმინდესობაზე ილია მეორეზე უფრო დიდი პატრიოტი და დიდი მოყვარულია ქვეყნის. რა ნაკლებად უყვარს, ვინმეზე ნაკლებად უყვარს ილია მეორეს თავისი სამშობლო და ჩვენი სამშობლო, რომ არაერთ გზის გადაწყვეტა რუსეთში ჩასვლა, რუსეთის პრეზიდენტსაც შეხვდა და ხელიც გაუწოდა. მან ძალიან კარგად იცის, როგორც ნამდვილად ერის მამამ და ერზე გულშემატკივარმა ადამიანმა, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე არაფერი არ გამოვა. ერთხელ ჩასვლის დროს, მისი უწმინდესობის ჩასვლის შემდეგ, პერევიდან რუსეთმა ჯარი გაიყვანა, თუმცა უკაცრავად ამ სიტყვისთვის და ტუტუცური განცხადებები გააკეთა სააკაშვილმა პრაქტიკულად და ისეთი განცხადებები, რომ ნებისმიერი ადამიანი, მაშინ ჩემი შვილი პატარა იყო და მითხრა, რომ ეხლა რუსეთი ჯარს დააბრუნებს თუ სააკაშვილის ეს განცხადება ესმისო. ბავშვიც კი მიხვდა იმას, რომ ასეთი განცხადება, როცა საქართველოს პრეზიდენტისგან კეთდება, რუსეთს სხვა გზა აღარ ქონდა თუ არა დაებრუნებინა ის ჯარი ისევ უკან. მეორედ ჩავიდა მისი უწმინდესობა და თქვენ გახსოვთ რა განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, თუმცა ამას დიდი გამოხმაურება საქართველოში არ მოყოლია. მესამედ ჩაბძანდა მისი უწმინდესობა და პირველად ბოლო 20 წლის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ დევნილების დაბრუნების პროცესში ის პირადად ჩაერთვებოდა. ეს არის ისეთი გარღვევა, მე არ ვიცი საერთოდ საქართველოში დღეს რატო არ არის ამაზე ადეკვატური რეაგირება და კითხვები ისმება ასეთი, რომ აი თქვენ გჯერათ, რომ პუტინი ამ სიტყვას შეასრულებს. ეხლა მის უწმინდესობას თუ ჯერა, მე რატო არ უნდა დავიჯერო და თქვენ რატო არ უნდა დაიჯეროთ. არავინ არ აძალებდა პუტინს ის განცხადება გაეკეთებინა, მე გამოვრიცხავ იმას, რომ მან გააკეთოს ასეთი ტიპის განცხადება მის უწმინდესობასთან იმ განცდით, რომ ეხლა იტყვის და მე აღარ შეასრულებს, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მისი უწმინდესობის მეშვეობით მართლაც გაიღო ეს ვთქვათ სარკმელი რუსულ-ქართულ ურთიერთობებში, რაზეც მე არაერთ გზის ვსაუბრობდი, ანუ ეს შესაძლებლობა იყო და მე ამას მუდმივად ვადასტურებდი, დღეს ამას გამოყენება უნდა. თუმცა სამწუხაროდ მე ქართულ ოცნებაში ამის რესურსს, რომ ეს გამოყენებული იქნას, ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ისეთი შეშინებულები არიან, რომ სადმე ვინმე რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში ან სახელმწიფოში ჩვენი დასავლელი მეკავშირეები არ გააბრაზონ, რომ აღარც იმაზე ღელავენ, მე მგონი რომ დედში საზღვარი გადმოიწია, აღარც სხვა თემებზე, უბრალოდ ყველანაირად ცდილობენ, რომ როგორმე პროდასავლურის იმიჯი შეინარჩუნონ. მე არ მაინტერესებს რა იმიჯი მექნება და პროდასავლურს დამიძახებს ვინმე თუ პრორუსულს დამიძახებს, მე ჩემთვის ერთი მთავარი არის, რომ ჩემმა ხალხმა იცოდეს და ჩემმა სამშობლომ, რომ მე ვარ პროქართული პოლიტიკოსი და ყველაფერს გავაკეთებ საქართველოსთვის და მე მაინტერესებს შედეგი. შედეგი და არა ის იარლიყი, რომელსაც ვინმე მომაწევს. თქვენმა განცხადებამ პატრიარქის პუტინთან შეხვედრის კომენტირებისას ერთ-ერთ სააგენტოზე იყო ამ ფორმით მე წავიდი ხოლმე და დარწმუნებული ვარ, რომ სიტყვას რომელსაც ამბობს რუსეთის პრეზიდენტი შეასრულებს, მე გამოვიწყდა იმას, რომ საქართველოს პატრიარქისთვის მას მეცა ისეთი პირობა, რომელსაც შემდგომში იგნორირებას გავუკეთებს. როდესაც სოციალურ ქსელში ამ განცხადებას მოყვა ერთგვარი პარალელები გაავლეს მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან ერთ-ერთი პირველი შეფასების დროს, როდესაც სააკაშვილმა მაშინ თქვა, რომ პუტინს შახიდა თვალებში და დაინახა ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარების პერსპექტივები, მაგრამ მივიღეთ ომი 10,000 იძულებული
საშუალებით გადაადგილებული პირი, რა გვაძლევს ამის საშუალებას, ამის საშუალებას, რომ პუტინი კვლავ შეასრულებს მით უმეტეს, რომ ამ განცხადებას შეასრულებს, რომელიც პატრიარქს მისცა, როდესაც საზღვრები და მცოცავი ანექსია და ოკუპაცია კვლავ აქეთ მოიწევს ჩვენი ტერიტორიებს. იცით რა, ჯერ ერთი პუტინი ეს უკაცრავად სააკაშვილი და პატრიარქი განსხვავდება პრინციპულად ერთმანეთისგან, უხერხულიც კი არის საერთოდ და მოუწოდებს სოციალური ქსელების წარმომადგენლებს, რომ ცოტა ასე ვთქვათ, უფრო ანალიზი გაუკეთონ, რას წერენ. ერთი არა, სამი ხო და ჩემ განცხადებაში ლაპარაკი იყო პატრიარქთან შეხვედრაზე და არა სააკაშვილისთვის მიცემულ პირობებზე, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ პუტინს არც ერთი პირობა, რომელიც მას სააკაშვილს მიცა, არ დაურღვევია. და სააკაშვილმა დაარღვია პირობები. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც ჩვენ რუსეთმა მოგვცა პირობა, რომ დაალაგებდა საქართველოსთან ურთიერთობას, არ გადადგამდა ნეგატიურ ნაბიჯებს, ძალიან მალე იყო ბათუმის მოვლენები 2004 წლის ვთქვათ ეგრეთ წოდებული აჭარის რევოლუცია, როდესაც რუსული სამხედრო ჯარი იდგა ბათუმში. როდის გამოსვლა ქალბატონო რუსეთის დუმაში რუსეთის დროისთვის იყო, რომელსაც ამას მოყვა საკმაოდ ისეთი დამოკიდებული. და უკაცრავად მე ამის წინაშე ვნახე რუსეთის, რა თქმა უნდა და რაც თქვი იგივე შემიძლია ახლა გავიმეორო, რაც თქვი რუსეთის დუმაში, ახლეთ მაშინ რაც თქვი რუსეთის პოზიტიური საქართველოსთან მიმართებაში. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც ჩემ გამოსვლამდე განცხადება გაკეთდა, რომ ფეკალიები გაუგზავნოთ რუსეთის ხალხს და მშვენივრად დალევენ ამას, კიდე კარგად შემხვდნენ იმ დუმაში, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ეს ერთი, მე მეორე რაც თქვი მე ჩემი იმ გამოსვლის დროს, დღესაც შემიძლია იგივე გავიმეორო და შეგვიძლია ვნახოთ იმ გამოსვლის ტექსტი. მე ვთქვი, რომ რუსეთმა და საქართველომ ერთმანეთთან ურთიერთობაში უარი უნდა თქვა ნორმალურ სტანდარტებისაგან და ეს აუცილებლად მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ურთიერთობები დაალაგდეს მეთქი და მე დღესაც ესე ვთვლი, რომ თუ ჩვენ შევძლებთ, რომ ავაგოთ ისეთი ურთიერთობები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან და ურთიერთესად ვთქვათ ხელსაყრელი ურთიერთობები დავალაგოთ, აუცილებლად ჩვენი ურთიერთობები შეიძლება უკეთესობისაკენ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ ვიმეორებ პუტინის მიერ სიტყვის შესრულებას. კიდევ ერთხელ გაგახსენებ, აჭარაში რუსული სამხედრო ბაზა არ დაძრუვა ადგილიდან, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იყო სხვათა შორის მსურველი, მათ შორის რუსეთშიც, რომ მაშინ ეს ბაზა რუსეთს გამოეყენებინა, მაგრამ სწორედ რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა და მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და უშიშროების საბჭოს დივანმა, რომელთანაც მუდმივი კონტაქტი მქონდა პირადად მე ასე ვთქვათ სატელეფონო მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთის ბაზა არ ჩაერეოდა არავითარ შემთხვევაში ამ ვითარებაში, გაკეთდა განცხადება, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე. და ასე ვთქვათ, რუსეთმა ითამაშა მხოლოდ პოზიტიური როლი, როდესაც ასლან აბაშიძეს ჩასვეს თვითმფრინავში და წაიყვანეს. მაშინ იყო ერთადერთი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან, რომ ასლან აბაშიძის წაყვანას არ მოყოლოდა მისთვის, ესე ვთქვათ, მასზე ინტერპოლი ძებნის გამოცხადება და რუსეთისათვის იმის დაბრალება, რომ სეპარატისტებს იფარებს. რა მოხდა ჩვენი მხრიდან? ანუ ვინ არ შეასრულა სიტყვა? ერთ კვირაში ამის შემდეგ სააკაშვილმა გამოაცხადა ინტერპოლით ასლან აბაშიძეზე ძებნა. 40-ზე დედის საფლავზე ჩამოსული ასლან აბაშიძის ქალიშვილი დააკავეს, მიუხედავად იმისა, რომ პირობა იყო მიცემული, რომ მას ხელს არ ახლებდნენ და დღენახევარი ამყოფეს, ასე ვთქვათ, შეუძლებლყოფი ადამიანი საგამოძიებო ორგანოებში, ხოლო რუსეთზე დაიწყო განცხადებების კეთება, რომ რუსეთმა შეიფარა სეპარატისტები. ყველი დამოკიდებულება როგორი იყო იმ წლებში მიხეილ სააკაშვილის გუნდში, როგორი იყო, როდესაც ასლან აბაშიძესთან მიმართებაში და არაერთი პრობლემა იყო იმ პერიოდში, რომელზეც შემდეგ უკვე როდესაც წამოყვებით ხელისუფლების გუნდი და შემდეგ განაცხადეთ, რომ იყო განხეთქილებები, იყო ასთა რა თქმა უნდა, ეს ჩანდა შევიარაღებელი თვალითაც, იმიტომ რომ მე გამოვიდა კატეგორიული წინააღმდეგი ასლან აბაშიძის შვილის დაპატიმრების, კატეგორიული წინააღმდეგი გამოვედი თუნდაც იგივე იმ, ასე ვთქვათ, კონფლიქტის, რომელიც შემდეგ თქვენს რეგიონში, ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონში მოხდა აგვისტოს თვეში და ყველაფერს ვაკეთებდი იმისათვის, რომ ეს თავიდან აგვეცილებინა, მაგრამ სამწუხარო რეალობა იყო სწორედ ის, რომლის გამეორებაც მე ახლა არ მინდა. ეს არის ის, როდესაც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოახერხა თავის ხელში სრული ძალაუფლების თავმოყრა. სამწუხაროდ ბატონი ზურაბ-ჟვანიას დიდი შეცდომა იყო, როდესაც ჩვენი პარტია გურჯანაძე დემოკრატები გააუქმდა და ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა და ამით პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მიცა ნაციონალურ მოძრაობას და მისიც და მით უმეტეს ჩემი ბერკეტები სააკაშვილზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ზემოქმედების თანდათანობით მცირდებოდა. ეს არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს და მე ამას ნამდვილად არ დავუშვებ.
პრეზიდენტის უნდა გითხოთ 26 მაისის შეფასების დროს დაახლოებით რამდენი თქმით იქნება გასული მაშინ რაც საჯარო გამოსვლის დროს განაცხადა რომ სპეცსამსახურები ამერიკული სპეცსამსახურები უშუალოდ ადევნებდნენ თავს 26 მაისის აქციის დაშლას და ეს კანონზომიერების ფარგლებში იყო სააკაშვილის განცხადებით. რა შეფასებები ჰქონდათ სადაც თუ არა გადამოწმება თქვენ ამერიკის საელჩოსთან ამ ინფორმაციის და რატომ იშველიებს პრეზიდენტი დემოკრატიულ ინსტიტუტებს როდესაც თქვენ საუბრობთ რომ ან დიქტატორული მიდგომა გამოიჩინა 26 მაისის მოვლენების. არა, მე არ ვსაუბრობ, ეს არის ასე ვთქვათ ფაქტი, ამაზე საუბრობს ხოთაშორის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც დაადასტურა, რომ ეს იყო უდიდესი ტრაგედია და ამას გამოძიება, სერიოზული გამოძიება. არ მოგეჩვენა თუ ამერიკის ელჩმა ერთგვარად პასუხს არის და თავი. არა, ბუნებრივია, ხა ელჩს არ აქვს ის მანდატი, რომ ხა ელჩი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ელჩი ვერც იმას იტყოდა, რომ ეს არის მართალი და ბუნებრივია ვერც იმას ვერ იტყოდა, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრეზიდენტი ცრუობს. ხა ასეთ შემთხვევაში თუ ელჩი ესეთ განცხადებას გააკეთებდა, მაშინ უბრალოდ ელჩი უნდა წასულიყო და დროებით ესე ვთქვა დიპლომატიური მისიის მუშაობა უნდა გაჩერებულიყო. ხა ეს ელემენტარული დიპლომატიური პრაქტიკაა. მეც იმაზე მეც რაც ელჩმა თქვა, ვერ იტყოდა. სააკაშვილი უბრალოდ გადავიდა იმ ვითარებაში, როდესაც ის აშანტაჟებს უკვე არა მარტო საქართველოს მოსახლეობას, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებს. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ ეს განცხადება გამოიწვევდა ძალიან დიდ აჟიოტაჟს მოსახლეობაში და მიიღო ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად შეგნებულად, რომ კიდევ უფრო დაეძაბა ვითარება. საერთოდ ის, რასაც ნაციონალური მოძრაობა მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდა, ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ უდიდესი დანაშაული. დღეს ჩვენ როდესაც ვხედავთ იმას, რომ 26 მაისზე გამოძიებას თავს არიდებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, აღშფოთებული ლაპარაკობს ბაქრაძე და მისი თანაგუნდელები, რომ თურმე ზუგდიდში ქვები დაუშინეს. თქვენადო ძალიან კარგად გახსოვთ, რა მოხდა აქ ხურვალეთში, როდესაც ჩვენ ჩამოვედით 2010 წლის აგვისტოში დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად და როდესაც ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა არსოშვილმა და ბასიშვილმა თავისი ზონდერბრიგადები მოგვისიეს იქა, დაგვიშინეს ქვები, როდესაც დაშავდა აბსოლუტურად ყველა ავტომანქანა, ფიზიკურად დაშავდნენ ჩემი ესე ვთქვათ თანამებრძოლები და თანამოაზრეები. ჩვენ სხვათა შორის იქ ვიყავით, აბსოლუტური უმრავლესობა ვიყავით ქალები და იყვნენ ჩვენი ახალგაზრდულის წარმომადგენლები, ჩემი შვილი და მათი მეგობრები. რამდენიმე უფროსი თაობის მამაკაცი გვახდა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთი წამითაც არ დაგვიშვია ის, რომ შესაძლებელი იყო საქართველოში ადამიანთან სტუმრად მისულიყავი და მას შენთვის ქვები დაეშინა. ჩვენ ვიცოდით, რომ მივდიოდით სტუმრად რამდენიმე ოჯახთან ხურვალეთში და ერთი წამით ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ ისედაც გაუბედურებულმა ადამიანებმა შეიძლება ესეთი ნაბიჯი გადადგან. სხვა შორის ამ ადამიანებს არც გადაუდგამთ, იქ იყვნენ უბრალოდ რამდენიმე აქტივისტი, რომელიც დაათვრეს, სამარცხვინო სანახავები იყვნენ ეს კაცები, უბრალოდ ხა მე არც სახელმახსოვს და არც სახელი და არც მაინტერესებს, ბუნებრივია, მაგრამ სამარცხვინო, როდესაც თვრალი კაცები, ესე ვთქვათ, ქალებს და ბავშვებს დაგვერივნენ პრაქტიკულად. მაშინ რატო არ გამოიწია ეს ნაციონალურმა მოძრაობამ? პატრული იდგა 150 მეტრში. გზა იყო გადაკეტილი და ჩახერგილი და ესე ვთქვათ, მიუხედავად ჩვენი მიმართვისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და ვანო მერაბიშვილის მიმართ, ეს ფაქტი დღემდე არ არის გამოძიებული. მე სხვათა შორის მახსოვს, მაშინ უბრალოდ მაინტერესებს, რა სინდისით ჩახედავენ ის ქალბატონები თავისივე თანასოფლელებს. ახლა მე ჩემზე არ ვლაპარაკობ, რამდენიმე ესეთი აქტივისტი, ნაციონალი ქალი იყო, რომლებიც იძახდნენ, რომ ჩვენ აქ გადასარევად ავარ, ძალიან კარგად ვზნობთ თავს და რა გინდათ რომ მოხვედითო. ერთადერთი შეცვლა ქალბატონი, როდესაც ვკითხე, რომ დედაშენის და მამაშენის და ბებიის და ბაბუის საფლავზე გასვლას ახერხებ მეთქი და ვერაო და აბა კარგად როგორ ახარ მეთქი. და გარდა ამისა, მე ვნახე რა პირობებში ცხოვრობდნენ იქ ადამიანები, კარგად ავართ და ნახეთ რა სახლები აგვიშენა ნაციონალურ მოძრაობამ, რომ გვეუბნებოდნენ. ამის წინ რამდენიმე თვის წინ მე ვნახე კადრი, როდესაც ხურვალეთში იატაკი ჩავარდა და ხანში შესული ქალბატონი ძალიან მძიმედ დაშავდა და მართლა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს იმის გამო, რომ იატაკი ფაქტიურად და საძირკველი სახს არ ჰქონდა, სახლი პირდაპირ მიწაზე იყო დადგმული. აი ესე აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა საქმეს და ის ადამიანები, ვთქვათ, იმ ზონდერბრიგადების წარმომადგენლები, რომლებიც ესეთ უსინდისობებს ჩადიოდნენ და ადამიანებს ატერორებდნენ და აშინებდნენ, რა თქმა უნდა, დღეს ვეღარ უნდა მართავდნენ ქვეყანას და ხმას ნამდვილად ვეღარ უნდა იღებდნენ. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ
ხელი შეუწყო დევნილების დაბრუნების პროცესს, რომელიც მე იმედი მაქვს, რომ დაიწყება საქართველოს პატრიარქის განცხადების შემდეგ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაალაგდეს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გორელმა გლეხმა შეძლოს თავისი, ესე ვთქვათ, ნაშრომის და ნაწვალების რუსულ ბაზარზე გატანა და თავისი ოჯახის გამოყვება და შეძლოს ის, რომ ხელისუფლებას არ მიჩერებოდეს მუდმივად ხელებში, რომ ოჯახი გამოყვებოს და შვილს წიგნი უყიდოს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში აღარასოდეს აღარ იყოს ერთპარტიული მმართველობა, როდესაც ერთი ადამიანის გუნება განწყობაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდეს ქვეყნის და ხალხის. დღეს ჩვენ ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, როდესაც ყველა წინა ხელისუფლების შეცდომა უნდა გავითვალისწინოთ სააკაშვილის დასასრული. მე მაგალითად ვხედავ არა იმიტომ, რომ ნიშნის მოგებით ლაპარაკობ, ნამდვილად ეს არ მიხარია, მე მას ვხედავ პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ვთქვათ, წინაშე, იმიტომ რომ მან უნდა აგოს პასუხი იმისათვის, რაც მან ქვეყანას დამართა. როდესაც თქვენ მათ შორის 26 მაისთან მიმართებაში აუცილებლად, როცა თქვენ ბრძანებთ, რომ მე მახსენებენ, რომ ხელისუფლებაში ვიყავი, როცა მე ხელისუფლებაში ვიყავი, მაშინ არ იყო რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ ძალიან ბევრი რამის თავიდან აცილება შევძელი მე ქვეყნისათვის, მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ სააკაშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ყველა ბერკეტი მის ხელთ ყოფილიყო, სწორედ ამიტომ წამოვედი მე ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობიდან, როდესაც დავინახე რისკი მიყავდა მას საქართველო. ამიტომ მან პასუხი უნდა აგოს 26 მაისზე. 26 მაისს ძალიან ბევრი იყო თქვენი რეგიონიდან, ძალიან ბევრი ადამიანი და მათ ძალიან კარგად იციან, რომ 26 მაისი იყო დაგეგმილი როგორც სადამშრალო ოპერაცია, როგორც ოპერაცია, რომლის დროსაც აუცილებლად ვინმე უნდა დაღუპულიყო, იმიტომ რომ მე ესე ვთქვათ, სხვებს შეშინებოდათ, ვეღარ გაებედათ ქუჩაში გამოსვლა და მთავარი ამოცანა სააკაშვილის იყო ბურჯანაძის დადანაშაულება ადამიანების მსხვერპლში და ჩემი ესე ვთქვათ პოლიტიკური დისკრედიტაცია. ეს არ შეიძლება პოლიტიკოს ეპატიოს. არ შეიძლება პოლიტიკოს ეპატიოს 8 აგვისტო, რომელიც ახლა ჩვენ კარს მოდის უკვე 8 აგვისტო და კიდევ ერთხელ გაგვახსენდება ის, რაც არც არასდროს არ დაგვავიწყდება, მაგრამ მაინც 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც მე მას 3 აგვისტოს ვაფრთხილებდი, ვახსენებდი იგივე პუტინის სიტყვებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაეწყო სამომარი მოქმედებები და ამის და მიუხედავად მან მძინარე ცხინვალს ყუმბარები დაუშინა. მან ჩაიდინა დანაშაული საკუთარი სახელმწიფოს და საკუთარი ხალხის წინაშე, იმიტომ რომ ცხინვალის მოსახლეობაც ჩვენი ხალხია და ჩვენი მოსახლეობაა და ჩვენი დები და ძმები არიან. მან ისეთ ომში ჩართო საქართველო, როდესაც გასაგები იყო, რომ აუცილებლად კატასტროფით დამთავრდებოდა ეს ომი და ქვეყნის ტერიტორიების 20% დაგვოკარგინა. მან პასუხი უნდა აგოს და იცით რატომ უნდა აგოს კიდევ პასუხი? იმიტომ კი არა, რომ ან მე, ან თქვენ, ან ვინმე სააკაშვილზე გაბრაზებულია. იმიტომ რომ არასოდეს მომავალში არც ერთმა პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ან გუბერნატორმა, ან ასე ვთქვათ, გამგებელმა არ გაბედოს კანონის უგულებელყოფა, კანონის ფეხქვეშ გათელა, მოსახლეობის დატერორება და შეშინება და არ გაბედოს და ვერ გაბედოს საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა. როდესაც მაგალითი იქნება თვალწინ, სამაგალითოდ როგორ დაისაჯა ის ადამიანები, ვინც 9 წლის განმავლობაში ხალხს ატერორებდნენ და ღირსებას ულახავდნენ, ხვალ და ზედ ამის გაკეთებას ვეღარ გავაკეთებთ. ქვეყნის პრემიერი საუბრობს ხელისუფლებიდან წასვლაზე, მის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა. ნაწილი ფიქრობს, რომ პრემიერი დაიღალა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ კულისებიდან იგი შეინარჩუნებს მთავრობაზე ზემოქმედების ბერკეტს. თქვენ როგორ ფიქრობთ? ეს ნიშნავს, ესე იგი, ეს რა ქვეყანა იქნება მაშინ? ანუ საუბრობენ ამის შესახებ, არა მარტო ძალიან ცუდი რომ საერთოდ მართალი ბრძანდები და ძალიან ცუდი რომ საერთოდ ესეთი განცხადებები გაჩნდა, ანუ ჩვენ საერთოდ რა ქვეყანა ვიქნებით? ანუ იქნება პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი თავის შუშის სასახლეში გამოიძახებს და მართავს, იქნება სხვა პრემიერი, რომელსაც ასევე გამოიძახებს ბიძინა ივანიშვილი და მართავს. ანუ ეს რა არის? მონარქია, რაღაცა ფარული ფორმა არის მმართველობის, თუ რა არის ეს საერთოდ? ეს მაშინ ქვეყანა საერთოდ აღარ იქნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს, ასე ვთქვათ, საწარმოში ცხოვრების. მე არავითარი სურვილი არ მაქვს და მე იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს თავში აზრადაც არ მოუვა მსგავსი, ასე ვთქვათ, მოდელის ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ეს კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნისათვის და ეს საერთოდ დაანგრევს და დაშლის ქვეყანას. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ქვეყნის დანგრევის და საერთოდ როგორც სახელმწიფოს გაქრობის პირას დავდგებით. საერთოდ ცუდია, რომ ამდენი განცხადებები კეთდება ბიძინა ივანიშვილის წასვლასთან დაკავშირებით. ეს
არ უწყობს პასუხისმგებლობას. გატეხა ბიძინა ივანიშვილი წელში პრობლემამ რა პრობლემებიც დახვდა მას ხელისუფლებაში მოსვლაში. რა დროს წელში გაწყვეტა ვერ გავიგე ახლა რას ლაპარაკობ. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ისეთი მანდატი. ბოლო ინტერვიუ, როდესაც თქვა რომ მთავრობაზე რომ საკმაოდ უსუსო მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ არის შეცვალოს მერე მინისტრები და დანიშნოს ისინი, ვინც არ იქნებიან უსუსო მდგომარეობაში. რა პრობლემაა? ბიძინა ივანიშვილს ამის უფლება აქვს. მას აქვს ამისი კრედიტი საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ის ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და მე იმედი მაქვს, რომ ის აცნობიერებს ამას ძალიან კარგად, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობას ხმა არ მიუწია არც რესპუბლიკელებისთვის, არც თავისუფალი დემოკრატებისთვის და არც რა ვიცი ვინ არის კიდე რომელი პარტიებია იქ კოალიციაში. ხალხმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს და პასუხსაც ბიძინა ივანიშვილს მოთხოვს. და ბიძინა ივანიშვილს აქვს უფლება წავიდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის შეასრულებს თავარ სიტყვას, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოაშორებს ქართული პოლიტიკური სივრციდან, აღადგენს სამართლიანობას და ქვეყანას დააყენებს მეტნაკლებად ფეხზე. მე მზადავარ პრეზიდენტის რანგში, მას ყველანაირად ამაში დახმარება გაუწიო, გავაკეთო ის, რაც საქართველოს პრეზიდენტის ფუნქციებში შედის, განსაკუთრებით საგარეო არენაზე და ძალიან ბევრი პრობლემა მოუხსნა ქვეყანასაც და მთავრობასაც. ამისათვის საჭიროა რომ ჩატარდეს მეტნაკლებად ნორმალური არჩევნები და მთავრობამ და ახალარჩეულმა პრეზიდენტმა იმუშაოს ნორმალურად. მოსალოდნელია თუ არა არასაპარლამენტო ოპოზიციაში თანხდეს ერთ კანდიდატს. ვერ გეტყვით, ახლა კონსულტაციები ამ მიმართულებით დრო და დრო განახლდება ხოლმე. ეს ცუდი არ იქნება, თუმცა არც გადამწყვეტი არ არის, პირდაპირ შემიძლია გითხრათ. ჩემთვის მთავარია რომ მე შევძლო მოსახლეობის დარწმუნება იმაში, რომ ჩემი არჩევა იქნება ქვეყნისათვის ძალიან სასიკეთო და ესე ვთქვათ ერთიანობა ბურჯანაძე პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იქნება ის ერთობა, რომელიც ქვეყანას ძალიან წაადგება. საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რა ბერკეტი რჩება პრეზიდენტს, რომ გავლენა მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, იმ ფონზე რომ საქართველოს რეალობაში ამ კუთხითაც არ აქვს გამოცდილება პრაქტიკული, რადგან მთავრობა, პრეზიდენტი, საპარლამენტო უმრავლესობა ყოველთვის ერთი გუნდი იყო. იმ შემთხვევაში თუ გახდებით პრეზიდენტი, თქვენ მოგიწევთ უკვე ფორმირებულ მთავრობასთან მუშაობა. არ არის ეს პრობლემა, ჯერ ერთი პრეზიდენტს რჩება საკმაოდ სერიოზული ბერკეტები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობასთან მიმართებაში ეს ერთი და მეორე, მე დღევანდელ მაგალითს მოგიყვანთ. დღეს ყველა ბერკეტი აქვს სააკაშვილის ხელში, რამის გაკეთებას ახერხებს. თავარი არის პრეზიდენტს რა მანდატი ექნება, რა ნდობა ექნება ხალხისგან, როგორი პოლიტიკური ფიგურა იქნება ის, რამდენად იქნება ავტორიტეტული და რამდენად იქნება მის სიტყვას გავლენა მთავრობაშიც, პარლამენტშიც და რაც თავარია საზოგადოებაშიც. მარტო დაწერილი კანონი არაფერს არ ნიშნავს, თუ ადამიანს ავტორიტეტი არ აქვს და მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოების და ეს გამოჩნდა ახლა, როდესაც ძლევამოსილი პრეზიდენტი პრაქტიკულად ერთ კვირაში უფუნქციო პრეზიდენტად იქცა. ესე რომ მაინც ახალ კონსტიტუციაში საკმარისი ფუნქციებია იმისათვის, რომ პრეზიდენტმა შეძლოს ძალიან სერიოზული ბერკეტების, ასე ვთქვათ, ამოქმედება პრემიერ-მინისტრთან ერთად, თუ რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ასევე იქნება განწყობილი სათანამშრომლოდ და მე ძალიან გამეხარდა, როდესაც რამდენიმე დღის წინ ბათუმის ტელევიზიის გადაცემაში მოვისმინე ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, როცა მან თქვა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს ძალიან სერიოზულად და ინტენსიურად ნებისმიერ კანდიდატთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს. მე განწყობილი ვარ ბიძინა ივანიშვილთან სათანამშრომლოდ და არა ესე ვთქვათ საუმრად და ოპოზიციაში და გრიჭაში ჩასადგომად და მისი მხრიდანაც ეს განწყობა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ ქვეყნის კრიზისიდან გამომდინარე. მოსალოდნელია თუ არა საპარლამენტო ადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. მე ვთვლი, რომ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობის ქართული პოლიტიკიდან გაქრობაზე საუბარი. მე ვთვლი, რომ საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, იმიტომ რომ დღევანდელი პარლამენტი არ ასახავს ქვეყანაში არსებულ განწყობებს. ნაციონალური მოძრაობა, ასე ვთქვათ, დემაგოგიის და ხელის შეშლის გარდა და საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობის გარდა არაფერს არ აკეთებს პარლამენტში. ამიტომ ხალხს უნდა მიეცეს მართლაც რეალურად თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ეს გამო უნდა დაუჭიროს ნინო ბურჯანაძეს მხარი მოსახლეობამ, არის თუ არა თქვენი მთავარი გზამნი. მე ვფიქრობ, რომ მთელი ამ 40 წუთის განმავლობაში სწორედ ამაზე საუბრობდი. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება უნდა იყოს დანაწილებული და ქვეყანას უნდა ყავდეს არა ვინმეს მიერ ამორჩეული მეგობრობის ან პირადი სიმპათიის მიხედვით პრეზიდენტი, არამედ ადამიანი, რომელსაც აქვს კომპეტენცია, რომ იყოს ქვეყნის მმართველი და იცის რა ჭირდება ქვეყანას, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული საგარეო კონტაქტები, რომელიც მისცემს ადამიანს შესაძლებლობას, რომ
დაარეგულიროს ურთიერთობები უცხოეთის სახელმწიფოებთან და პირველ ყოვლისა რუსეთთან და რომელსაც აქვს იმისი გამბედაობა, რომ არ მიიღოს და არ დაეთანხმოს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისათვის არ იქნება სასიკეთო. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დღევანდელ გადაცემაში მიღეთ მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო კურჩანაძე.